მეგობარო, გააცნობიერე მნიშვნელოვანი რამ. ხშირად შენი პრობლემების მიზეზი შენივე მოლოდინებია. მოლოდინი აწმყოს აუფასოებს. შენ ელი რაღაცას, შენადრი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. ამ დროს სამყარო თითქოს გეუბნება, ანუ შენ ბედნიერი იქნები მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოხდება, მაგრამ განასიცოცხლე თავისთავად არ არის ბედნიერება. სამყარო როგორც ბრძენი მასწავლებელი გასწავლის. შენი მოლოდინი არ მართლდება, შენ კი სასოწარკვეთაში ვარდები, იწყებს საკუთარი თავის, ასხვების დადანაშაულებას, ბრაზდები, ამას პრობლემად აღიქვავ. თუ ამ გაკვეთილს ვერ იგებ და ისევ ქმნი მოლოდინს, გაკვეთილი მეორდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებ სამყაროს ჩანაფიქრს. ჩანაფიქრი ერთია, ენდო პროცესს. მოხდა კარგი, გიხარია, არა სწავლობ. ნებისმიერ სიტუაციას აღიქვამ როგორც გაკვეთილს, რომელიც გაძლიერებს, რადგან სამყაროს არ სჭირდება შენი დასჯა. პირიქით, როგორც უსასრულო და მომთმენი მასწავლებელი, მისი ერთადერთი მიზანია გასწავლოს, იპოვო ბედნიერება და სიმშვიდე გარე პირობებისა და მოლოდინების გარეშე. აღმოაჩინო შენი ნამდვილი არსი, აქ და ახლა იყო ბედნიერი. თუ როგორ იცხოვრო აწმყოში ყოველგვარი მოლოდინებისა და უკმარისობის გარეშე, ამის შესახებ ტრანსფორმაციულ კონსულტაციაზე.